ამ ულამაზესი ეკლერების მოსამზადებლად დაგვჭირდება კლასიკური მოხაშული ცომი და 3 სხვადასხვა კრემი. აქ უკვე წარმოდგენილია საჭირო ინგრედიენტები, რომლებიც ვიდეოს აღწერაშიც დაგხვდებათ. ქვაბში გადაიტანეთ წყალი, კარაქი და მარილი, როგორც კი წამოდუღდება, ერთბაშად ჩაყარეთ ფქვილი და ენერგიულად ურიეთ, სანამ ცომი ერთ გუნდად არ შეიკვრება. ოდნავ შეაგრილეთ და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები, სანამ ელასტიურ მასას არ მიიღებთ. შემდეგ აი ასე საკონდიტრო ტომბრით დასვით ზოლები პერგამენტზე. გამოაწყვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი. შემდეგ დაუწიეთ 180 გრადუსამდე და აწყვეთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში. აქ უკვე ფოტოზე წარმოდგენილია ეკლერების მორთვის 3 სხვადასხვა ვარიაცია. პირველი შოკოლადის კლასიკა, ზემოდან გადასმულია შოკოლადის განაში, გაფორმებულია თეთრი შოკოლადის ზოლებით და შოკოლადის ნამცეცებით. მეორე ეკლერში გამოყენებულია ლიმონის ან ვანილის კრემი, ზემოდან ყვითელი გლაზური, ნედლი ჟოლო, მოცვი და ბიტნის ფოთოლი. და ბოლო მესამე ეკლერისთვის გამოყენებულია კლასიკური მოხარშული კრემი, ზემოდან მორთულია კარამელით და დაჭრილი ფსტით და შოკოლადის წვრილი ზოლებით. იმისთვის, რომ ეკლერები ისეთივე მათი საფუძველი გამოვიდეს, როგორც ფოტოზეა, კრემი მხოლოდ მას შემდეგ ჩართეთ, რაც ისინი სრულიად გაცივდება.